21 საუკუნის საქართველოში ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდები ცდილობენ შექმნან ნამუშევრები და გაგვაცნონ თავიანთი კრეატიული იდეები. ჩვენც ხელოვნების აკადემიას ვესტუმრეთ და გადავწყვიტეთ ემასპინძლა ჩვენთვის გიორგი ცქვიტინიძეს, რომელიც არის ახალგაზრდა მოქანდაკე. ძირითადად ჩვენი ნამუშევრების არის ესკიზის სახით, ანუ მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებული არის ყველა ამოცანები რა თემაშიც მუშაობთ, ანუ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ისე, რომ ეს ანუ მასალაში უნდა გადავიდეს თუ არის თაბაშირში გაკეთებული ხო, სიტყვას დაფიქსირებული არის ვარ დაიკარგოს ესკიზი, ან გადიდდეს სხვა ფორმაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სადიპლომო ესკიზი ერთ-ერთი. დასრულდება მუშაობის პროცესში არის, რა ჯერ არ ამოჩევრია ესკიზები. ხო, ანუ ეს ამოცანა მქონდა, რომ აი ეს ფორმები რაც არის, რაც მქონდა შეხება და მაქვს, ყოფილიყო ან არამთლად ნატურალური, ანუ განზოგადებული ფორმების ეს მქონდა რა ქვია, ამოცანა მოკლედ და ვცდილობდი რომ რაღაც დეტალები უფრო გამემახვილებინა ყურადღება, რაღაც თუნდაც არ გამომეჩინებინა და უბრალოდ კომპოზიციის და ფორმის გააზრება იყოს ასე ვთქვათ. ეს ნამუშევარი არის გავაკეთე ნატურიდან, ნატურას ერწყავდით, არ არის დასრულებული. ამას დავაფიქსირებ მე და ის რაც მომწონს იმას დავტოვ. მე გავაგზავნო ამაზე მუშაობა, ან უბრალოდ დავტოვ. ნატურის გააზრება, რა არის ნატურა და უბრალოდ ადამიანის გაკეთება არა, ფორმები და ასე შემდეგ ქანდაკება. შეგეძლოს ისეთ აშლა ფორმის, უნდა იცნობდე კარგად პოზიტიურ ფორმას რა, იმიტომ რომ რაღაცები არ გამოგრჩი. ესეც ან რო გადიდება, მან ვთვლი რომ ქვაში გავაკეთო. რო გადიდება, ან რაღაც დეტალები, რაღაც ხედავ, ეხლა შეიცვლება, მაგრამ ძირითადი სახე დაფიქსირებულია. ვაპირებ, რომ ხელოვნების დღე, რომელსაც აღნიშნავს უკვე რამდენიმე წელია, რამდენიმე კარგი და საყვარელი ქვეყანა, მინდა რომ საქართველოშიც აი ზეიმი მიუძღვნათ ერთმანეთს რა, ყველა ტიპის და ყველა სახეობის ხელოვანი ადამიანი შევიკრიბოთ და მოვაწყოთ ძალიან დიდი და ძალიან მაგარი კარნავალი რა, ის მაქვს ძალიან ისე რა, ძალიან მინდა რომ გავაკეთო.